როდესაც ბრიუსელიდან მოდის რეკომენდაცია, ეს როგორც წესი არის იმაზე, რომ დაუშვათ შეიქმნას ინკლუზიური გარემო ადამიანებისთვის, ან განათლების სისტემა გაუმჯობესდეს. მოსკოვიდან, როდესაც მოდის ბრძანებები, ჩვენ გვახსოვს, რომ საბჭოთა არმია იწყებდა სროლას თბილისის ქუჩებში, ან რუსული არმია შემოდის საქართველოს ტერიტორიაზე. როცა ამ ორ შორის ტოლობას სვამს შალვა პაპუაშვილი ამ შემთხვევაში, მე მგონია, რომ ეს არის ყველაზე კარგი და ნათელი დემონსტრაცია იმის თუ სინამდვილეში ისინი რას ფიქრობენ და სინამდვილეში მაძურს უკან რა ხდება, იმიტომ რომ ჩვენ ამ სტრიქონებს შორის უნდა წავიკითხოთ. ერთი არის რას ამბობენ, არის რაღაც საკითხი, რომელსაც ისინი დიდი ალბათობით პირდაპირ ვერ იტყვიან, იმიტომ რომ მათაც აქვთ რაღაც გათვლები, ისინი ცდილობენ საზოგადოების განწყობებზე თამაშს და გასაგები არის, როცა ნაომარ ქვეყანას შენ მუდმივად ომის აშინებ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვეშინია ომის, ყველას გვეშინია ომის, იმიტომ რომ ეს არის უდიდესი ტრავმა და უდიდესი უბედურება, რაც კი შეიძლება რომ შენს ქვეყანას დაემართოს. მაგრამ შენ თუ არ გინდა რომ შენთან ომი იყოს, შენ მაგ შემთხვევაში ძლიერი პარტნიორები გჭირდება და შენ გჭირდება თავდაცვის გაძლიერება. ელემენტარული ლოგიკა არის. და მათ შორის ამ თავდაცვის გაძლიერებაში ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ გვეხმარებოდნენ არა რუსეთი, არამედ დასავლელი პარტნიორები.